პირდაპირ ხარაიაზრებ და ხალხს ამის პირობაზე. იმიტომ რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის. ზოგი მანქანის მოგ ზოგს აგერ ეკლესიის და მაშინ მეოთხე სართულში რომ მესამე სართულში თავარი პრობლემა რაც ამ ჩასახლებაში არის, ეს არის წყლის პრობლემა. თავიდანვე, როდესაც ეს ობიექტი ჩაიბარეს, თავარი პრობლემა იყო ის, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული. წყლის მილები, რომელიც დამონტაჟდა არასწორად, რის შედეგადაც არაერთხელ გაჟონა. აქ კანალიზაციამ იყო ეპიდემიის შემთხვევები და დაიწამლა ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ იყო არაერთი დაპირება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, დევნილთა სამინისტროს მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემდგომობა ნაციონალურმა მოძრაობამ დავაყენეთ ჩვენ, რომ ამ ხალხს მოუგვარდეთ ეს წყლის პრობლემა, ეს პრობლემა დღემდე არის მოუგვარებელი. 2 წელიწადი აქ ჩაგვასახლეს. მოსვლის თვიდან ერთი თვე არ იყო გასული, ისე დაიწყო ეს პრობლემა. მე ეხლანდელი ამბავი არ არის ვიდა. ყოველ თვე მაქსიმუმ 10 ჯერ მაინც იჭედება კანალიზაცია. მიწის ქვეშა კომუნიკაციები რაც არის გაკეთებული, ყველაფერი უკუღმა არის გაკეთებული და ისიც უხარისხოდ არის გაკეთებული. იყო შემთხვევები ფეკალურმა მასამ გაჟონა და მოვიწამეთ. ამის გადამოწმება შეიძლება, ეგერ ინფექციურ საავადმყოფოში აღრიცხულია, რამდენი მოიწამ, დღემდე ასე გრძელდება. გაგისჭაბურღილი ახალი გააკეთეს, მაგრამ ისიც იმ მდგომარეობაშია არ ვარ გაწყალი საერთოდ ხალხი ისეა დაშენებული 300 მეტროდან ხელით წყალი მოგვაქვს. მეტად რა გაუსაძე პირობებში უწევს ცხოვრება 300-მდე ოჯახს. არადა ეს პრობლემა არ იარსებებდა ზუგდიდს რომ ყავდეს პასუხისმგებლობის მქონე მუნიციპალიტეტი და ხელმძღვანელობა. 2 წლის განმავლობაში მოშლილია თავი და ბოლომდე საკანალიზაციო სისტემა და ადამიანები, რამდენიმე ათეული ადამიანი მოიწამლა. ამის შემდეგ მათ მიმართეს მერიას ზუგდიდის და არანაირი ყურადღება. დღემდე 2 წლის თავზე ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც სასმელი წყალი არ არსებობს იმ დასახლებაში, სადაც კომპაქტურად არის ჩასახლებული 300 დევნილი ოჯახი. და მე მიმართავ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ქვარაიას, ზუგდიდის მერს, რომ დაინტერესდეს ამ ადამიანების ბედით. შეუძლებელია მათ ხომ მშვენივრად იციან რატომ აირჩია ხალხმა ისინი იმ თანამდებობაზე, რომლებსაც ისინი იკავებენ. მსგავსი პრობლემები უნდა წყდებოდეს. მაგრამ ნაცვლად ამის ელემენტარულ პასუხისმგებლობასაც არ აგდებენ ამ ცხოვრებ ადამიანებს და ბავშვები გარშემო ნახეთ რამდენი ბავშვია ისე იზრდებიან. სასმელი წყალი არ მოდის მათ საცხოვრებელ ბინებში.